რა მოხდება თუ ხელოვნურმა ინტელექტმა ხვალ თქვენი მთელი ციფრული ცხოვრება წაშალ? ხალხი ღრუბლოვან საცავს ფიზიკურ მეხსიერებაზე მეტად ენდობა, მაგრამ ადამიანებს საკუთარ ანგარიშებზე წვდომა სამუდამოდ დაუბლოკეს. მას შემდეგ რაც ავტომატურმა სისტემებმა უდანაშაულო ფოტოების საშიშად მიიჩნიეს. წარმოიდგინეთ, რომ ყველა საოჯახო ფოტო, ყველა ქორწილის ვიდეო, ყველა მოგონება, რაც კი ოდესმე შეგინახავთ, ერთ ღამეში გაქრეს. არა იმიტომ, რომ ტექნიკამ ცხოვრიდან გამოვიდა, არამედ იმიტომ, რომ ალგორითმმა შეცდომა დაუშვა, ან იმიტომ, რომ გადახდა შეწყვიტეთ. სიმართლე ისაა, რომ ღრუბლოვანი საცავი თქვენ არ გეკუთვნით. უბრალოდ თქვენს მოგონებებზე წვდომას ქირავთ. ეს შეიძლება ტექნოლოგიების ისტორიაში ყველაზე წარმატებული ძარცვა იყოს. 2021 წელს სან-ფრანცისკოელმა მამამ შენიშნა უცნაური შეშუპება თავისი პატარა შვილის სხეულზე და ექიმს დაუკავშირდა. იმ დროს COVID-19-ის პანდემია მიმდინარეობდა, ამიტომ ექიმმა სთხოვა რამდენიმე ფოტო, რათა დისტანციურად დაედგინა დიაგნოზი. მამამ მაშინვე დათანხმდა. ეს იყო პასუხისმგებლიანი მშობლობა. ფოტოების წყალობით ექიმმა შეძლო პრობლემის დიაგნოსტირება და ანტიბიოტიკების დანიშვნა. ეს ამბავი აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ყველაფერი ბევრად უფრო ბნელ მხარეს წავიდა. იმ წამს, როცა მამამ ფოტოები გადაიღო, მისმა Android ტელეფონმა გააკეთა ის, რისთვისაც იყო დაპროგრამებული. ფოტოების ასლები ატვირთა ღრუბელში, ეს ფუნქცია თითქოს უნდა იყოს დამხმარე. ხალხს დააჯერეს, რომ ღრუბლოვანი საცავი მთლიანობაში დადებითია. ეს არის გზა, რომ ყოველთვის გქონდეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოების, ვიდეოებისა და ფაილების სარეზერვო ასლები. ის თითქოს უკეთესი ალტერნატივაა იმ ფიზიკურ SD ბარათებთან შედარებით, რომლებიც ადრე ვიყენებდით. მაგრამ ამ მამას მალე უნდა გაეგოს სასტიკი რეალობა. რადგან როდესაც ეს ფოტოები ღრუბელში აიტვირთა, Google-ის ავტომატურმა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებმა თითოეული ფოტო შეამოწმეს და საჭროდ მონიშნეს. მანქანა, რომელსაც არ აქვს ადამიანური ემოცია და გაგება, კონტექსტს ვერ იგებს. თვალის დახამხამებაში მამის ანგარიშები გათიშეს. Google-მა უბრალოდ ყველაფრიდან მოწყვიტა იგი. მისი ღრუბლოვანი საცავი, კონტაქტები, ფოტოები, ელფოსტები 10 წლეულის განმავლობაში დაგროვილი ციფრული ქონება გაუჩინარდა, სანამ კაცს გააზრებაც კი არ ჰქონდა რა ხდებოდა. პოლიციამ გამოიძია და დანაშაული ვერ აღმოაჩინა. მამა უდანაშაულოდ ცნეს, მაგრამ Google-მა მაინც უარი თქვა მისი ანგარიშის აღდგენაზე. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა 1000-ობით მსგავსი შემთხვევა არსებობდეს, სადაც ადამიანები მანქანების მიერ დაშვებული შეცდომების გამო საკუთარ კონტენტზე წვდომას კარგავენ. და ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, თუ როგორ შევიცვალეთ ჩვენი მონაცემების შენახვის გზა. ტექნოლოგიურმა გიგანტებმა და smartphone-ების კომპანიებმა ფარულად გვაიძულეს და შეგვიყვანეს მონაცემებზე ქირითი წვდომის სამყაროში. თქვენი მოგონებები, თქვენი ფოტოები და თქვენი ნვენი ნამუშევრები აღარ არის თქვენი საკუთრება. ადრე ისინი უსაფრთხოდ ინახებოდა ფიზიკურ ბარათებსა და ფლეშ დრაივებზე. ახლა კი ეს ყველაფერი ქირით გიჭიროთ. კომპანიის ციფრული კედლების მიღმა და დამოკიდებულია ალგორითმების გაუთითმების გაუთვალისწინებელ ქმედებებზე, რომელთა კონტროლიც თქვენ არ შეგიძლიათ. და ამ ყველაფრისთვის თქვენ უნდა გადაიხადოთ. მაგრამ თუ ღრუბელი ესეთი სახიფათო და ძვირია, რატომ დაგვაძალეს მისი გამოყენება? 2016 წლისთვის smartphone-ების რევოლუცია ფაქტობრივად დასრულებული იყო. არა იმიტომ, რომ ხალხს smartphone-ები აღარ აინტერესებდა, არამედ იმიტომ, რომ მათი უმეტესობა უკვე ფლობდა ერთს. გლობალური გავრცელება 70%-ს უახლოვდებოდა. განვითარებულ ბაზრებზე, როგორიცაა ASHSH, ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალი იყო. მოსახლეობის 90%-ზე მეც საკუთარი მოწყობილობა ჰქონდა. ამ დროამდე ტექნოლოგიურ გიგანტებს მარტივი და სწრაფი ზრდის წლები ჰქონდათ. მათ მხოლოდ მეტი ტელეფონისა და ახალი მოდელების წარმოება სჭირდებოდათ. მილიარდობით ადამიანმა დაიჯერა აჟიოტაჟი, მაგრამ დროთა განმავლობაში ზრდის ტემპი შენელდა. ბაზარი ჩიხში შევიდა. ტექნიკური ინოვაციებიც შეჩერდა. წინა მოდელსა და ამჟამინდელს შორის განსხვავება მინიმალური იყო. პროცესორებმა პიკს მიაღწიეს. ეკრანის გარჩევადობა წარმოუდგენლად მაღალი გახდა, ხოლო კამერები უწინდელზე უკეთესი იყო. ყოველი ახალი ტელეფონი გარკვეულ გაუმჯობესებებს გვთავაზობდა, მაგრამ ეს ცვლილებები ნაკლებად შთამბეჭდავი და უფრო უმნიშვნელო იყო ვიდრე ადრე. ამიტომ გატნიდოებმა კლება დაიწყო. ხალხმა დაიწყო არსებული ტელეფონების უფრო დიდხანს შენარჩუნება. აღარ იყო საჭირო უახლეს მოდელში ინვესტიცია. სწორედ მაშინ დაიწყეს მწარმოებლებმა პანიკა. მათი მოგება სტაბილურად დარჩა. მათი ძველი მეთოდები ყოველ წელს უფრო და უფრო არაეფექტური ხდებოდა. თუ ისინი ვერ მოახერხებდნენ მოგების მაქსიმიზაციას მეტი ტელეფონის გაყიდვით, სხვა გზა უნდა ეპოვათ მომხმარებლებისგან ფულის ამოღებისთვის და მათ ეს გზა იპოვეს. მწარმოებლებმა დაიწყეს არსებული ფუნქციების ამოღება თავიანთი ტელეფონებიდან და იგივე ფუნქციის მომხმარებლებისთვის უფრო ძვირად გაყიდვა. ეს საკმაოდ ვერაგული სტრატეგია იყო. პირველი ნიშნები ამას 2016 წელს დავინახეთ, როცა Apple-მა თავის iPhone 7-დან ყურსასმენის ჯეკი ამოიღო. კომპანიამ განაცხადა, რომ ეს აუცილებელი ცვლილება იყო, რათა ტელეფონი უფრო ელეგანტური და თანამედროვე გამხდარიყო. ეს რისკიანი ნაბიჯი იყო, მაგრამ გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მომხმარებელმა იწუწუნა, უმეტესობამ შეეგუა და მსოფლიომ მილიარდობით დოლარი დახარჯა ძვირადღირებულ უსადენო ყურსასმენებში. ეს ტელეფონების ინდუსტრიისთვის დიდი გამოფხიზლება იყო. მათ შეეძლოთ თავად შეექმნათ პრობლემები და შემდეგ ამ პრობლემების გადაწყვეტა უფრო ძვირად გვირად გაეყიდათ. ეს მეთოდი ყურსასმენის ჯეკთან გაამართლა. ამიტომ იგივე მოხდებოდა კიდევ ერთი დიდი ხნის ფუნქციასთან, რომელიც წლების განმავლობაში ამცირებდა მოგების მარჟას. SD ბარათთან.
ინდუსტრიას ახალი მოგების წყარო სჭირდებოდა და ის იპოვეს ტელეფონის ყველაზე იაფი კომპონენტის ხელოვნურად შეზღუდვით. დიდი ძარცვა დაიწყო. როდესაც iPhone 15 Pro გამოვიდა 2023 წელს, საბაზისო მოდელს 128 გიგაბაიტი მეხსიერება ჰქონდა და მისი ფასი იყო $999. 512 გიგაბაიტიანი ვერსია კი თითქმის $1300 იყიდებოდა. დამატებითი $300 იხდებოდა დამატებით 384 გიგაბაიტ მეხსიერებაში, მაგრამ Apple-ს მხოლოდ დაახლოებით $25 უჯდებოდა NAND Flash მეხსიერება, რომ 512 გიგაბაიტიანი ტელეფონი შეექმნა. ეს თითქმის 1100%-იანი ფასნამატია. ეს იგივეა, რომ რესტორანში შეხვიდე და $150 გადაიხადო სტეიკში, რომლის მომზადებაც მხოლოდ $12 დაჯდა. ამას ვერანაირად გაამართლე. ეს სიხარბის გარდა არაფერია. სუფთა და სრულიად უთიფარი ფულის ამოღებაა მომხმარებლების გამისგან, რომლებსაც სხვა გზა არჩევათ გარდა იმისა, რომ გადაიხადონ. ხალხს ოდნავ გაუმჯობესებული smartphone-ის კამერა ან ოდნავ უფრო სწრაფი პროცესორი არ ჭირდება, მაგრამ მათ ნამდვილად სჭირდებათ მეხსიერება. მათ სჭირდებათ ადგილი, რომ შეინახონ თავიანთი მუდმივად მზარდი ფოტოებისა და ვიდეოების ბიბლიოთეკები, აპლიკაციები, თამაშები და სხვა ფაილები. ყოველ წელს ეს მოთხოვნა იზრდება. ტექნოლოგიური გიგანტები ამას კარგად იციან. ისინი აცნობიერებენ, რომ დონეებად დაყოფილი მეხსიერება ფაქტობრივად უკანასკნელი უსასრულო მოგების ბერკეტია, რომელსაც შეუძლიათ გამოიჰენონ. ეს ტექნოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე იაფი განახლებაა და ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი. მაგრამ ერთი დაბრკოლება იყო ამ თითქოს და იდეალური მოგების გეგმის გზაზე. SD ბარათი. წლების განმავლობაში მომხმარებლებმა გააცნობიერეს, რომ არ ჭირდებოდათ დამატებით $200 ან $300 გადახდა მეტი მეხსიერების მქონე მოდელზე. უბრალოდ სჭირდებოდათ ტელეფონი SD ბარათის სლოტით. მათ შეეძლოთ შეეძინათ micro SD ბარათი გაცილებით იაფად და აღარ ედარდათ მეხსიერების ამოწურვაზე. ეს იყო მარტივი გამოსავალი, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი იყენებდა. ხალხი ყიდულობდა Android ტელეფონებს, რადგან დამატებითი მეხსიერების დამატება შეეძლოთ იმ ფასის მცირე ნაწილად, რასაც Apple ითხოვდა. მაგრამ საბოლოოდ დიდმა Android ბრენდებმა გააცნობიერეს, რომ SD სლოტები უნდა გაეკროთ. მაგრამ თუ მათ სურდათ 1000%-იანი ფასნამატის მიღწევა, უბრალოდ ვერ ეტყოდნენ საზოგადოებას, რომ მეტი ფული უნდოდათ. მათ სჭირდებოდათ ნარატივი და უნდა დაერწმუნებინათ ხალხი, რომ SD ბარათები ფიზიკურად ვერ ეტეოდა უახლეს მოწყობილობებში. მათ უნდა ეცრუათ. ტელეფონის კომპანიებს და დამყოლი ტექნოლოგიურ ჟურნალისტებს უყვართ თქმა, რომ თანამედროვე ტელეფონები აღარ აქვთ SD ბარათების მხარდაჭერა. ისინი ზედმეტად კომპაქტურები და მოწინავეები არიან. მათი ელეგანტური დიზაინის წყალობით დღესდღეობით უბრალოდ აღარ არის საკმარისი ადგილი გაფართოებადი მეხსიერებისთვის. ეს ჟღერს გონიუროთ, შეიძლება დამაჯერებლადაც კი. მაგრამ როცა ციფრებს შეხედავ, მთელი ეს ნარატივი ინგრევა. microSD ბარათის ფიზიკური მოცულობა დაახლოებით 0.01 კუბური ინჩი. ეს დაახლოებით იმავე ზომისაა, როგორც 11 ბრინჯის მარცვალი, მაშინაც კი როცა ბარათის წამკითხოს და სლოტს ჩავთვლით, მთელი სისტემა ძალიან პატარა. იფიქრე ყველა იმ კომპონენტზე ტელეფონში. ბატარეა, კამერის მოდულები, თუნდაც ძრავი, რომელიც ტელეფონს ვიბრაციას აძლევს. ყველა ეს ნაწილი ადგილს იკავებს. ზოგიერთი მათგანი ბევრად მეტ ადგილს იკავებს, ვიდრე SD ბარათის სლოტი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ მოუცილებიათ, ან ზედმეტად არ ჩაუთვლიათ. კომპანიებმა ყურადღება მხოლოდ მეხსიერების სლის სლოტებზე გაამახვილეს, რაც სწორედ ის ფუნქცია იყო, რომელიც ხელს უშლიდა მათ მაქსიმალური მოგების მიღებაში. ესეთი პატარა კომპონენტის ჩასმა smartphone-ში შეუძლებელი საინჟინრო ამოცანა არ არის. ეს უბრალოდ დიზაინის გადაწყვეტილებაა და მეტი არაფერი. მაგრამ რა უხოთ მეორე არგუმენტს, წყალგაუმტარობის არგუმენტს. Smartphone-ების ბრენდების უმეტესობა ამტკიცებს, რომ წყალდაუმტარ მოწყობილობაში ხვრელის გაჭრა უბრალოდ არალოგიკურია. სლოტის მოცილება არის კომპრომისი, რათა მივიღოთ მთვრისა და წყლისგან დაცვა, რასაც მომხმარებლები ეძებენ. ეს კიდევ ერთი ტყუილია. Sony Xperia ერთმა შეძლო IP68 რეიტინგის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ მას მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი microSD ბარათის სლოტი ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ მას შეეძლო მტვრისა და წყალში ჩაძირვის გაძლება. ეს არც რაიმე ნიშური ბიუჯეტური ტელეფონი იყო. ეს იყო ფლაგმანური მოწყობილობა, რომელიც 2023 წელს გამოვიდა უმაღლესი კლასის Snapdragon-ის პროცესორითა და 4K ეკრანით. მან შეძლო ის, რასაც სხვა კომპანიები შეუძლებლებლად მიიჩნევდნენ. მან მომხმარებელს შესთავაზა თანამედროვე წყალგამძლე ტელეფონი, გაფართოებადი მეხსიერების დათმობის გარეშე. ამის წყალობით ინდუსტრიის ფიზიკური არგუმენტები დაინგრა. მათი ნარატივი აღარ იყო დამაჯერებელი, ამიტომ ისინი ახალ კვამლის ფარდას, სიჩქარეს ამოეფარნენ. წლების განმავლობაში smartphone-ების მწარმოებლები მხოლოდ მეხსიერების სლოტების ამოღებაზე არ იყვნენ კონცენტრირებულნი თავიანთ მოწყობილობებში. ისინი კვლავაც მუშაობდნენ სხვა ფუნქციებისა და მახასიათებლების გაუმჯობესებაზე. დიდ დროსა და ენერგიას უთმობდნენ კამერების უფრო დახვეწას. ეს დამატებები რეკლამირდებოდა როგორც რევოლუციური ინსტრუმენტები, რომლებიც პროფესიონალურ გადაღების საშუალებებს თქვენს ჯიბეში მოაქვთ და უფრო მკვეთრ, სუფთა და დეტალურ ფოტოებს გვპირდებიან, ვიდრე ოდესმე. რეალურად, ბევრად უფრო ბნელი მიზეზი არსებობდა. დიახ, 8K-ით გადაღება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაიღონ სურათები და ვიდეოები განსაკუთრებული ხარისხით. მაგრამ ამ სურათებს და ვიდეოებს უფრო მეტი ადგილი სჭირდებათ, ვიდრე მათ წინამორბედებს. 8K 60 კადრი წამში ProRes Video Safety წუთი დაახლოებით 45 გიგაბაიტ მეხსიერებას იკავებს.
ამ ტემპით, საწყისი დონის iPhone, რომელსაც 128 გიგაბაიტი მეხსიერება აქვს, მხოლოდ 3 წუთის გადაღების შემდეგ გაივსება. Android-ზეც მსგავსი სიტუაცია. უკეთესი კამერები და ჩაწერის ტექნოლოგიები რეკლამირდება როგორც საინტერესო ფუნქციები, მაგრამ სინამდვილეში ისინი მეხსიერებას სწრაფად ცლიან. მოულოდნელად ტექნოლოგიურ კომპანიებს იდეალური არგუმენტი გაუჩნდათ თავიანთი დიზაინის გადაწყვეტილებების გასამართლებლად. მათ განაცხადეს, რომ microSD ბარათები დღევანდელი წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეებს ვერ ეწეოდნენ. ისინი ძალიან ნელია ესეთი დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობისთვის. მათ განაცხადეს, რომ მომხმარებლებს რომ მიეცეთ საშუალება პირდაპირ SD ბარათებზე ჩაწერონ, ეს გამოიწვევს სისტემის ჩავარდნებს და ხანგრძლივ დამუშავების დროს. ეს უარყოფითად იმოქმედებს მომხმარებლის გამოცდილებაზე. მონაცემები ამ მითს უარყოფს. 2023 წელს SD ასოციაციამ წარადგინა SD Express 9.1 სტანდარტი, რომელიც მხარს უჭერს სიჩქარეებს 4 გიგაბაიტამდე წამში. არ არსებობს მიზეზი, რატომ ვერ გაუმკლავდება თანამედროვე SD ბარათი დაუმუშავებელ 4K ან თუნდაც 8K ვიდეო ფაილებს. ტექნოლოგია უკვე არსებობს. ის წლებია რაც არსებობს. Smartphone-ების კომპანიებს უბრალოდ უყვართ იმის მოჩვენება, თითქოს ეს არ არსებობდეს, რადგან ეს არ შეესაბამება მათ დღის წესრიგს. ნამდვილი პრობლემა ტექნოლოგია არ არის. პრობლემა ამ მეგაკორპორაციების პოლიტიკებია. დიდი ტელეფონის მწარმოებლები ახლა უარს ამბობენ თავიანთი ტელეფონების მაღალი სიჩქარის SD ბარათის არქიტექტურის მხარდაჭერაზე. მათ შეგნებულად შეზღუდეს თავიანთი მოწყობილობები და შემდეგ დაადანაშაულეს ბარათები, თითქოს ისინი საკმარისად სწრაფი არ არიან. ხელოვნურად შექმნილმა საცავის კრიზისმა მომხმარებლები მათი მახის საბოლოო ეტაპამდე მიიყვანა. რადგან თუ შენი ტელეფონი მხოლოდ რამდენიმე წუთიანი გადაღების შემდეგ ივსება, მხოლოდ მხოლოდ ერთი არჩევანი გრჩება: ღრუბელი. სწორედ აქ იწყება ნამდვილი მძევლად აყვანის სიტუაცია. წარმოიდგინე, ორი მომხმარებელს ორივე სჭირდება რამდენიმე ტერაბაიტი ვიდეოების, ფოტოებისა და პირადი ფაილების შესანახად. ერთი ყიდულობს 2 ტერაბაიტიან microSD XC ბარათს დაახლოებით 160 ლარად, მხოლოდ ერთი გადახდაა საჭირო. დამორჩა. მეორე კი არჩევს ღრუბლოვან საცავს, რომლის ფასი თვეში $10, მაგრამ 5 წლის განმავლობაში, რაც საშუალო მოწყობილობის სიცოცხლის ციკლია, ეს იაფი გეგმა ჯამში $600 გამოდის. ეს იგივე ფასია, რაც 4 მაღალი კლასის SD ბარათი, მხოლოდ იმისთვის, რომ იქირავო ის, რაც პირველმა მომხმარებელმა სრულად იყიდა. და როგორც კი ეს გადახდები შეწყდება, წვდომაც მაშინვე წყდება. ეს არის ღრუბლოვანი საცავის საზოგადოების მზაკრული ბუნება. ეს არ არის ტრადიციული მიმომხმარებლის ტრანზაქცია, ეს უფრო გამოსასყიდის მსგავსია. ფიზიკური ბარათებით ყოველთვის შენ აკონტროლებ ყველაფერს. ბარათები შენი, თები შენია, ფაილებიც შენია. შეიძლება ახალ ბარათებს მაშინვე ვერ იყიდი, მაგრამ მაინც გაქვს წვდომა ყველა იმ ფოტოსა და ვიდეოზე, რომელიც შენს ძველ ბარათებზე შეინახე და დააგროვე. ღრუბლოვან საცავთან საქმე სრულიად სხვანაირადაა. თუ რაიმე მიზეზით ვეღარ გადაიხდი, წვდომა მთლიანად გეკვეთება. შენი სარეზერვო ასლები გაქრება, ფაილებზე წვდომას დაკარგავ და მთელი ცხოვრების მოგონებები სამუდამო წაშლას დაექვემდებარება უსულგულო ალგორითმის მიერ. ეს არის რეალობა, რომელსაც უამრავი მომხარებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწყდება. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დიდმა კომპანიებმა ისინი ღრუბლოვან ეკოსისტემაში შეათრიეს. მათ უთხრეს, რომ ღრუბელი მომავალია. ესაა ყველაზე უსაფრთხო ადგილი შენი ფაილების შესანახად. აღარასდროს მოგიწევს ინერვიულო სივრცის გამოლევაზე, თანაც თვეში მხოლოდ 2 ჭიქა ყავის ფასად. რასაც არ გეუბნებიან ისაა, რომ შენ შედეხარ მუდმივი გადახდების ციკლში. მოწყობილობის სიცოცხლის განმავლობაში ეს შეიძლება ფიზიკურ საცავზე რამდენჯერმე მეტი დაგიჯდეს. და როცა მოწყობილობას ცვლი, შენი მონაცემები შენთან ერთად არ გადადის. ის სისტემაში რჩება დაკავშირებული მუდმივ გადახდებთან. რაც უფრო მეტ მონაცემს ინახავ, მით უფრო რთულია ამ ყველაფრის მიტოვება. ამ მახისგან თავის დაღწევა კიდევ უფრო რთულდება. ეს $600-იანი გამოსასყიდი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის უბრალოდ დამატებითი შემოსავალი არ არის. ეს მათი მთელი ბიზნესის მოდელის საფუძველი გახდა. 10 წლეულების განმავლობაში ტექნოლოგიური კომპანიები მხოლოდ აპარატურით იღებდნენ მოგებას. ისინი ქმნიდნენ პროდუქტებს, ადამიანები ყიდულობდნენ ამ პროდუქტებს. ტრანზაქცია იქ თავდებოდა. გარკვეული დროის განმავლობაში ეს საკმარისი იყო. ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ცნობილ სახელებად იქცნენ ამ ერთჯერადი დასრულებული ტრანზაქციების მეშვეობით. მაგრამ Wall Street-ს არ უყვარს შეზღუდვები. ინვესტორებს ერთჯერადი შემოსავლის ზრდა არ სურთ. ისინი ითხოვენ შემოსავლის ნაკადებს, რომლებიც თვეების და წლების განმავლობაში უთხვეტად შემოვა. ამის მისაღწევად, მხოლოდ ერთჯერად ტექნიკის გაყიდვებზე ვერ დაეყრდნობოდნენ. მათ სერვისების გაყიდვაზე მოუწიათ გადასვლა. ამიტომ, როდესაც ტექნიკა მაქსიმალურ გაჯერებას მიუახლოვდა, ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებმა თავიანთი ბიზნეს მოდელების გადახედვა დაიწყეს. ისინი ნაკლებად გავდნენ ტრადიციულ ტექნიკის წარმოების მწარმოებლებს და უფრო მეტად ციფრულ მეპატრონეებს დაემსგავსნენ. 2025 წელს Apple-ის სერვისების სეგმენტმა, რომელიც ძირითადად iCloud-ის გამოწერებზეა დაფუძნებული, $100 მილიარდ მეტი გამოიმუშავა. ეს თანხა საკმარისია იმისთვის, რომ ყოველ წელს 1000-ზე მეტი მსოფლიოს საუკეთესო კერძო თვითმფრინავი Gulfstream G7-ს შეიძინა. ეს უფრო მეტია, ვიდრე ისეთი კომპანიების, როგორიცაა Nike და McDonald's, საერთო წლიური შემოსავალი. სხვა ღრუბლოვანი საცავის სერვისებმაც, როგორიცაა Google One, ასევე განაცხადეს რეკორდულ მოგოგებებზე. და ამ შემოსავლის დიდი ნაწილი დაკავშირებულია SD ბარათის სლოტის მოცილებასთან. ეს იყო ბოლო დარჩენილი ბარიერი მომხმარებლის მონაცემებზე სრული კორპორატიული კონტროლის გზაზე. SD ბარათის სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა. ეს იყო მსხვერპლი სერვისების იმპერიის საკურთხეველზე.
მაგრამ დასრულდა ბრძოლა. თუ კიდევ დარჩა მცირე იმედი. ისტორიამ დაამტკიცა, რომ ტექნოლოგიურ სექტორს ყოველთვის არ გამოსდის თავისი სურვილის მიღწევა. Google Glass-თან სამგანზომილებიან ტელევიზორებამდე ათობით შემთხვევა ყოფილა, როცა ამ დიდ ბრენდებს სურდათ მომხმარებელთა ბაზარზე რაღაცის ძალით დამკვიდრება. მაგრამ საბოლოოდ ხალხმა თქვა: არა. თუ ფიქრობთ, რომ ეს ღრუბლოვან საცავს არ ეხება, შეიძლება უკეთ უნდა დააკვირდეთ. რადგან მაშინ, როცა ჩვეულებრივი მომხმარებლები გადახდილ გამოწერებზე გადახკავთ, პროფესიონალები სრულიად სხვაგვარად იქცევიან. ისინი მთლიანად უარყოფენ ამ მოდელს. დიდი დრო არ დასჭირვებია ფილმების რეჟისორებს, ფოტოგრაფებს, ჟურნალისტებს და მკვლევრებს იმის გასააზრებლად, რომ ღრუბლოვანი საცავი სარგებელი კი არა, თვირთი იყო. თუ ისეთ გარემოში მუშაობთ, სადაც მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის, მაშინ ღრუბლოვანი სინქრონიზაცია თქვენთვის არ იმუშავებს. თუ ქმნით კორპორატიულ კონტენტს, რომელიც უნდა დარჩეს კონფიდენციალური, არ გსურთ თქვენი მფლობელობის შელახვა მისი ღრუბლოვან სერვერებზე გაგზავნით. პროფესიონალ მომხმარებლებს სურთ კონტროლი, პორტაბელურობა და მფლობელობა. რეგულატორები ციცკებენ უფრო ყურადღებით დაკვირვებას ღრუბლოვან იმპერიაზე. ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, რამდენად გამართლებულია ტექნოლოგიური გიგანტებისთვის მოწყობილობების ფაქტობრივად დაბლოკვა და მომხმარებლების გამოწერის სისტემებში ძალით გადაყვანა. უკვე ვნახეთ, რა შეუძლია რეგულაციას. როდესაც ევროპის კავშირმა შემოიღო წესები დამტენების სპორტების სტანდარტიზაციისთვის, კომპანიები როგორიცაა Apple ფაქტობრივად იძულებულნი გახდნენ გადართულიყვნენ USB-C-ზე. თეორიულად იგივე ტიპის რეგულაცია შეიძლება გავრცელდეს მეხსიერებაზეც, რაც მწარმოებლებს დაავალდებულებს, რომ მომავალ სმარტფონებში კვლავ დაამატონ SD ბარათის სლოტები. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ერთი რამ ცხადია: ბრძოლა დასრულებული არ არის. ეს არის დავა ფუნქციებზე. ეს არის გადასვლა მოწყობილობის ფლობისგან სერვისებზე დამოკიდებულებაზე. და ეს გვაიძულებს დავუსვათ კითხვა: ჩვენ ვფლობთ ჩვენს ციფრულ ცხოვრებას, თუ უბრალოდ ვქირაობთ მას? რადგან რომელი მოდელიც არ უნდა გაიმარჯვოს, ის განსაზღვრავს ტექნოლოგიების შემდეგ ეპოქას. როდესაც სმარტფონები ფუნქციებს ამცირებენ და ფასებს ზრდიან, უფრო მეტი ადამიანი იწყებს მაგებს მათგან თავის არიდებას. და გასაკვირია, რომ ეს აღვიძებს ნოსტალგიას ძველი მოწყობილობების მიმართ, განსაკუთრებით ერთის მიმართ. უყურეთ Down Travel ტელეფონს, რომელმაც საკუთარი კომპანია გაანადგურა, რათა გაიგოთ ნამდვილი ისტორია ამ ლეგენდარული მოწყობილობის შესახებ. ან დაატკაპუნეთ ამ ვიდეოზე.